Ანი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. ორი სიტყვით თქვით ხარით თქვენ რომელ მოდელირებაში მონაწილეობდით და რა იყო თემა, რომელიც შეგხვდათ, რამდენად კმაყოფილი ხართ ამ პროექტში მონაწილეობით. მოგესალმებით, ჯერ მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მოწვევისთვის. მე ვიყავი 2023 წლის გაეროს მოდელირების პროექტში, რომელიც ჩატარდა სამთაში. დიდად არ ვიცოდი რა კომიტეტში მინდოდა ყოფნა, მაგრამ რადგანაც ჩემი მთელი ოჯახი უფრო ჯანდაცვისგან სამედიცინო კუთხით არის განვითარებული, ავირჩი ჯანდაცვა. ჯანდაცვა ძალიან საინტერესო იყო, როგორც კი შევედი, რა თქმა უნდა, ნერვიულობდი პირველ დღეს, მაგრამ იმდენად თბილი გარემო იყო, რომ გადამივიდა ეგ ნერვიულობა. ძალიან საყვარელი ბავშვები გავიცანი, ასევე სტუდენტებთანაც ვიმუშავე და ბევრი გამოცდილება მივიღე. თემა ჰქონდა HPV პაპილომავირუსი, ადამიანი პაპილომავირუსი, რომელიც ძალიან საინტერესოა. და რა თქმა უნდა, ამისგან ბევრი ვისწავლე, ბევრი ვიწვალე, მაგრამ მენტორები დამეხმარნენ ამ პრობლემის გადაჭრისთან და მოკლედ ძალიან კარგი გამოცდილება იყო და აუცილებლად მონაწილეობას მივიღეთ კიდევ ერთხელ. თუ გექნება საშუალება. რატი, მე მინდა გთხოვო, ესეთი ექსპერიმენტი ვცადოთ, თუ გამოგვივა დღეს სტუდიაში, მინდა გითხრა, რომ მედიდიას ხან მოკლე არსებობის მანძილზე ასეთი რამ ჩვენ არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ რახან ჩვენ დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად ჯანმრთელობაზე, მაგრამ განსაკუთრებით მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე, მოზარდთა ჯანმრთელობაზე, ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე. ამ კუთხით ჯანდაცვის პოლიტიკაში ძალიან ბევრი საინტერესო ბუნებრივია მიმართულება შეიძლება განვავითაროთ, იმიტომ რომ ხარვეზები და სისუსტეები დღესდღეობით ჯანდაცვის პოლიტიკის ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს განსაკუთრებით სკრინინგის, პრევენციის, მოზარდთა ჯანმრთელობის კონტროლის, მათი განსწავლის, განათლების, სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მათი მშობლების განათლების მიმართულებით. მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერს იქნება ეს პრევენცია დაავადებების, ტანადობის დარღვევა იქნება, სიმსუქნე იქნება, კვებაზე უკვე ვისაუბრეთ, სუიციდალური ფიქრების არიდება იქნება, დეპრესია და ამ შემდეგ რაც მოზარდებში სამწუხაროდ ხშირია, იქნება ეს სექსუალური განათლება და ასე შემდეგ. ანუ ხომ არ გადმომეცა ახლა თქვენთვის ბურთი და მოედანი, აგერ ყავთ მოდელირების ორი მონაწილე და იქნებ ვცადოთ, მისცეთ თქვენ თემა და ესეთი სიმულაციური სიტუაცია შევქმნათ და შესაბამისად წავადგეთ იქნებ დღევანდელი პატარა თამაშით ჯანდაცვის პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას. ხო, ну, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მოდელირებისთვის თემის მომზადებას თვეები ადრე დაწყება ჭირდება, ცოტა ფორმატი უნდა შევცვალოთ აუცილებლად ახლა და ესეთ იდეას შემოგთავაზებთ, რომ თქვენთვის სასურველი ერთი თემა აირჩიოთ ახლა და ну, ზოგადად გაეროს მოდელირებაში არსებობს ერთ-ერთი სეგმენტი, ერთიც კომიტეტი იწყება, ამას ეწოდება გახსნითი მოხსენება, სადაც ხდება საკუთარი ქვეყნის და აი ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო წარმოჩენა. კი ბატონო. ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ქვეყნები გადაგვინაწილდა, კონკრეტული ქვეყნის განაწილებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იმის კვლევას ახლა საქართველოს გვაინტერესებს. კი ბატონო. შესაბამისად წარმოვიდგინეთ, რომ ხართ საქართველოს დელეგატები, თქვენთვის სასურველი თემა შეარჩიეთ, თუნდაც ის თემა, რომელიც იმ კონფერენციაზე იყო, რომელიც ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა. და აი ეს ვცადოთ, აი ეს ეგრეთ წოდებული გახსნითი მოხსენების, ანუ რაც ერთი წუთიანი, წუთნახევრიანი მოხსენების წარდგენა და ეს იქნება ერთ-ერთი იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ იმპროვიზირებით და ადაპტაციით შესაძლებელია ისეთ უნარებს გვაძლევს ეს მოდელირება, რომ მომენტალურად შეიძლება თემაზე საუბარი და შემდგომ მე შევეცდები, რომ ცოტა ან პროვოკაციული, ან ისეთი კონტროვერსიული კითხვები დაგისვათ და ვცადოთ რაღაც დებატის დრილის ვარიანტიც მოვსინჯოთ, როგორ გამოგვივა. ნებისმიერი თემა თქვენ შეერჩიეთ და როცა ჩათვლით საჭიროდ და როცა მზად იქნებით, მოგისმენთ. დაგითმობ ამ შემთხვევაში. მაგრამ თემას ვიტყვი ჩემსას რომ მე რატომაც წოდეს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის საინტერესო საქართველოსთვის და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ შემთხვევაში. მე ავირჩევოთ pro HPV ვირუსზე თემას, რადგან ბევრი მაქვს ნამუშევარი მაგ თემაზე და უფრო უკეთესად ვიცი. დავიწყებ მაშინ. პირველში ამ შემთხვევაში საქართველოს დელეგაციის სახელით ვისაუბრებ და საქართველოს განმსახედიდან.
იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი შეუძლია ისწავლოს თუნდაც ევროპული ქვეყნებიდან, ასევე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან საყოველთაო ჯანდაცვაზე. ამ შემთხვევაში უფრო სკანდინავიურ ქვეყნებს გულისხმობ, იმიტომ რომ სკოლაშიც მქონდა შესაბამისი პროექტი და იყო საუბარი სკანდინავიურ ქვეყნებზე, რა შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ შეგვიძლია გადავიღოთ ბალტიის პირეთის ქვეყნებიდან, ამ შემთხვევაში ესტონეთს მაქვს უფრო გამხულებული ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლო ისტორია აქვს, საკმაოდ მსგავსი გზა გვაქვს გამოვლილი, სხვანაირად განვითარდნენ, სხვანაირად განვითარდით და რა შეგვიძლია დღეს წამოვიღოთ. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგვიძლია ვისწავლოთ ესტონელებისგან ეს არის მათი ჯანდაცვის სისტემა, ადრე მაქვს შესწავლილი და ევროპული სისტემა არის და რაც ვრცელდება ევროპის კავშირში საკმაოდ მსგავსი არის, მაგრამ ბევრად უფრო მეტი benefit და ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მოსახლეობას, რომ ისარგებლოს სხვადასხვა დახმარებით. საკმაოდ რთული ბევრ მიიღო ის ჯანდაცვა რაც გეკუთვნის და რაც გსურს, ამიტომ არის განსაკუთრებული რეგიონალური ჯანდაცვა. მე მაგალითად კახეთში ვატარებდი სერიოზულ დრო, ან ძალიან დიდი ხანი ზაფხულში, ძირითადად როცა ჩავდივარ, რთული არის, რომ იქ ნახო ისეთი ადგილი, სადაც უცებ შეიძლება გაგიწიონ დახმარება, ძალიან დიდი ხანი არის სანამ მოვა სასტრაფო და შეიძლება სერიოზული დაზიანება მიიღო და ტრამვა დაგრჩეს უფრო უარესი, ვიდრე ამის თავიდან აცილება ხო შეიძლებოდა და ამგვარად ძალიან ცუდ სიტუაციამდე მივდივართ და ჩემ ახლობლებსაც მოსვლათ ეს სიტუაცია. ამიტომ ვთვლი რომ ეს არის ყველაზე ყურადღება მისაქცევი ამ შემთხვევაში საქართველოს შემთხვევაში. ბრავო, ძალიან საინტერესოა, ესე უცებ მოიფიქრო რომ და სწორად დაინახო, ნამდვილად დავამტკიცეთ რომ შესაძლებელია წუთნახევარში რეგიონული ჯანდაცვა არის პრობლემა და პირველად და გადაუდებელი ჯანდაცვა რეგიონებში ნამდვილად არის პრობლემა. ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ. დიდი მადლობა. ანი, თქვენ რას გვეტყოდით, რა პრობლემა გვაქვს APV ვაქცინაციის კუთხით ქვეყანაში? ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, თქვენი დახასიათებული პრობლემა ძალიან აქტუალურია, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა არის ცნობადობის ამაღლება. ეხლა მაგალითს მოვიყვან, მე რომ დავასრულე ეს პროექტის მონაწილეობა, ჩემ დამრიგებელმა იცოდა, რომ ამ პროექტში მონაწილეობდი და ამიტომ მითხრა, რომ მოხვალ სკოლაში, მოიტანე ეს შენი ნამუშევარი, წაგდგინე კლასის წინა და პატარა გამოკითხვა ჩავატაროთო. აქ ამის შედეგად გავიგე, რომ ძალიან ცოტა იცის რა არის HPV ვირუსი და რა თქმა უნდა თითქმის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. რაც ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ეხა ისეთ ასაკში შედიან, რომ რაღაცებს ისეთ გაიგებენ დეზინფორმაციას და რადგანაც დღესდღეობით ბევრი ბავშვი არ არის მის მშობლებთან ახლოს, შეიძლება ცუდი ეფექტები გამოიწვიოს. და რა თქმა უნდა ესეც დიდი პრობლემაა. ბატონო რატო? რამდენად კმაყოფილი ხართ პირველი ნაწილით. მოდით ეხლა პატრა გამოსავალიც ვკითხოთ, მე გავთამამდი უკვე. კი, ნუ როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლება ამ ხრივ წავმართოთ? კი, და გავაგრძელოთ ცოტა ისე რომ დავუკავშიროთ გაეროს მოდელირებაში, თქვენ ორივე გამოცდილები ხართ და დამეთანხმებით, რომ რამდენადაც ამ კვლევის ნაწილით იწყება ყველაფერი, აუცილებელია ასევე რომ კვლევას თან სდევდეს ის გამოსავალი, რასაც ჩვენი ქვეყანა გულისხმობ ამ შემთხვევაში იქ რა ქვეყანაც შეგვხვდება, შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მოდი ჩვენც შევეცადოთ ხა ამ ჭრილში განვაგრძოთ მუშაობა და თქვენივე ქვეყნის ამ შემთხვევაში საქართველოს გადმოსახედიდან. მოდი პირველ რიგში ესეთი კითხვა მექნება, რახან ამ გახსნით მოხსენებაში ახსენე ცნობადობის ამაღლების საკითხი და აუცილებლად უნდა დაგეთანხმო, რომ ეს ძალიან მწვავე პრობლემაა და არა მარტო კონკრეტულად ამ სფეროში. შენი აზრით, რა მეთოდით შეიძლება რომ საქართველოს მასშტაბით აი ეს ცნობადობის პრობლემა აღმოიფხვრას? ოღონდ გულისხმობ არა მარტო ახალგაზრდებში, იმიტომ რომ ცნობადობის პრობლემა როგორც ახალგაზრდებში, ისევე შედარებით ასაკოვან ადამიანებში დიდ პრობლემას წარმოადგენს და მეტიც ხშირ შემთხვევაში არის, რომ უფრო ასაკოვანი ადამიანებში ცნობადობის ნაკლებობა ნეგატიურად აისახება თუნდაც გაცნობიერებულ ახალგაზრდებზე. აი შენი აზრით რა პროექტებით ან პროგრამებით შეიძლება აი ამ პრობლემის აღმოფხვრა ქვეყნის მასშტაბით?
რატი მადლობა შეკითხვისთვის, კარგი შეკითხვაა. ჩემი აზრით ყველაზე აქტუალურად შეგვიძლია ამ პრობლემას მივუდგეთ ბავშვებისგან, ანუ მშობლებს შეგვიძლიათ დავუკავშირდეთ ძალიან ადვილად ბავშვების მიერ. თუ ბავშვებს ვეტყვით დაწყებითებში ან ნებისმიერ კლასში რომ თქვენ მშობელმა დამირეკოს, რა თქმა უნდა ეტყვიან და დაურეკავენ. ხშირ შემთხვევაში ბავშვს არ აქვს კარგი ურთიერთობა მშობელთან, მაგრამ ეგ უკვე სხვა საკითხია. სკოლებში ასევე შეგვიძლია ბავშვებს დავურიგოთ ყოველწლიურად ან როგორც განსაზღვრავენ კუპლეტები, სადაც ინფორმაცია ეწერება, რომ მის მშობლებს გადაასცენეს, ან შეგვიძლია ჩავატაროთ გაკვეთილები, პროექტები. ბევრ სკოლას აქვს დარბაზი, სადაც თეატრებს გავენ და მანდაც შეგვიძლია კონფერენციები ჩავატაროთ. ოღონდ ეს უფრო ცოტა ისეთ ასაკში, რომ ბავშვი ცოტა ჩამოყალიბებულია და მიხვდება რაზეა საუბარი. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ შეხვედრები მშობლებთან გარკვეულ პერიოდებში. რა თქმა უნდა, ერთხელ არ იქნება საკმარისი და რთული იქნება ყველა მშობელის შეკრება, მაგრამ რამდენად მივალთ მაგას. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ან იმ ფაქტობრივად კარგი გეგმა და განავითარა მოზარდის გზით და საშუალებით, ასე ვთქვათ, მშობლამდე მიღწევის ძალიან რეალური, ნამდვილად კოჩურს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდი შესანიშნავად ჩამოაყალიბა და მეორე რაც ძალიან მენიშნა და ეს ჩვენც აღვნიშნეთ სანამანი შემოგვიერთდებოდა ალბათ აი ამ საინფორმაციო მასალების გაკეთება სხვადასხვა ფორმით ბუკლეტი იქნება ეს აპლიკაცია იქნება სოციალური მედიის გამოყენება თუ აი ესეთი მასმედიის საშუალებების ეს ძალიან მნიშვნელოვანია რათა მოხდეს მოზარდების განსწავლა ვიზუალური მეთოდებითაც და ნუ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. დანიელ, თქვენ მე არ ჩავერევი რატის მიყავს. ახლა რომ მოუბრუნდეთ საყოველთაო ჯანდაცვის საკითხს, ნუ თქვენი მოხსენებიდან გამომდინარე, გამოჩნდა რომ ყველაზე აქტუალური პრობლემა არის რეგიონალური დისბალანსი, ესე ვუწოდოთ ქვეყანაში. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ რეგიონალური დისბალანსის აღმოფხვრა, ანუ აი დაახლოებით იგივე სტილის კითხვა, რა ნაბიჯებით არის შესაძლებელი, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს ისევ გაეროს მოდელირების ფარგლებში რომ დავრჩეთ, თქვენი გადაწყვეტილებები ვერ იქნება პირდაპირ, ანუ მხოლოდ რაღაც მთავრობის მიერ გატარებული მოქმედებები კი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე არასამთავრობო რესურსი, საზოგადოებრივი რესურსი და ნებისმიერი რესურსი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისათვის, რომ აღმოიფხვრას რეგიონალური დისბალანსი და უფრო რეალისტური გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში. რა თქმა უნდა, ცნობადობის ამაღლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც ან ქალაქში, ასევე რეგიონალურ დონეზე. და ვთვლი, რომ უფრო მწვავე არის რეგიონალურ დონეზე და მით უმეტეს საქართველოს შემთხვევაში მაღალმთიან რეგიონებში, სადაც რთული არის მოსახლეობისთვისაც მისვლა არათუ რაღაც სასტრაფო დახმარების მანქანისთვის. გადაჭრის გზა და ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა როგორც შეგვიძლია ეს აღმოფხვრათ არის სხვა ქვეყნის მაგალითები მაინც და სხვა ქვეყნიდან გადმოღებული მაღალმთიან რეგიონებიდან როგორც არის შვეიცარია, ავსტრია თუნდაც შეგვიძლია შევისწავლოთ, ჩამოვიყვანოთ თუნდაც იქიდან მეცნიერები, ან უბრალოდ ინტერნეტში ნახოთ თუ როგორ არის ეს პრობლემა გადაჭრილი. გასაგები არის რომ ის ქვეყანა არის ბევრად უფრო სხვა გზაზე, სხვა განვითარების დონეზე არის, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი არის მათი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის თუნდაც ტექნოლოგია, მაგრამ პრობლემა მაინც ის რჩება, რომ ხმა მივაწოდოთ, როგორ შეიძლება დაუშვათ თვითონ რაღაც პროცედურა ჩაიტაროს, ძალიან საშიში არის, მაგრამ ხანდახან სიცოცხლისთვის აუცილებელი, იმიტომ რომ ინტერნეტიდან ჩვენ თუ გავიგეთ არის ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, მაგრამ ოფიციალური საიტებიდან თუ მოვიძიეთ და თუ დავუშვათ თვითონ ქვეყანას, მაგალითად საქართველოს რომ დადოს პირველ დახმარების რაღაც თუნდაც ვიდეო, რაღაც აი ბუკლეტი გამოუშვას, ყველანაირად ან არც ერთი გზა არ არის ცუდი. მთავარი არის რამე გააკეთო იმისთვის რომ ხმა მიაწვდინო. ინტერნეტი ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგი გზა არის, იმიტომ რომ პოსტკოვიდური სიტუაციის მერე ბევრმა შეიძინა და ბევრს დაჭირდა, რომ ჩართულიყო ამ სოციალურ ქსელში და უფრო მეტი საიტი შეიქმნა ჯანდაცვის კუთხით. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი გზა, მაგრამ ასევე ჩვენ შეგვიძლია
დიდი რეგიონალური დიდი ქალაქებიდან გავიყვანოთ სპეციალისტები და ყოველწლიური თუნდაც აღწერა ჩავატაროთ ჯანმრთელობის, იმიტომ რომ როგორც პროექტები ტარდება, არ მარტო სკრინინგი, არამედ სხვა პროცედურებიც არის ჩასწარებელი, როგორც არის სისხლის ანალიზი მაგალითად, ხო, დილით ვიყავი, ამიტომ პრევენციული შემოწმებები, კი ბატონო. ყოველწლიური, ზოგი ყოველთვიური, თუნდაც დენტალური შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს როგორც მოზარდებში, ასევე უკვე ზრდასრულ თაობაში და მოხუცები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული არის ადაპტაცია ტექნოლოგიასთან, ამიტომ თუნდაც მოკლედ და თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანური კონტაქტით ვეროდ რომ მარტივია გააგებინა ამ შემთხვევაში. უღრმესი მადლობა თქვენგან ესე გაუცნობიერებლად თქვენ და გაუცნობიერებლად თქვენ შეეხეთ ჯანდაცვის მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორც არის ინფორმაციული და ტერიტორიული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. მე ასე ჩამოვაყალიბებდი როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი, რომ თქვენ შეეხეთ პირველადი ჯანდაცვის თემას, რომლის ერთ-ერთი შეუსრულებელი ფუნქცია ეს არის ჯანმრთელი მოსახლეობის უფრო სწორი კონტროლი გეგმიურ შემოწმებებზე, მათი მოზიდვა ყოველწლიური იქნება ის თუ კვარტალური და შემდეგ დაავადების სპეციფიკის მიხედვით. ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული ჩეკაპები, რომელიც უნდა ვალდებულებაში ჩაჯდეს პასუხისმგებლობაში მოსახლეობის და პაციენტის და თუ ის არ იტარებს ამ ყოველწლიურ თუ სხვა რეგულარულ მარტო სკრინინგზე არა მაქვს ნამდვილად საუბარი, რაღაცა გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ტელემედიცინა, რომლისკენაც სხვათა შორის ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკა ძალიან აქტიურად არის მიმართული, განსაკუთრებით კოვიდის მიმართ უფრო აქტიური უნდა გახდეს, დისტანციური მართვა, აპლიკაციების გამოყენება, გეთანხმებით და ძალიან მომეწონა ის, რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის თემზე დაფუძნებული ჯანდაცვა. თემზე დაფუძნებული ჯანდაცვა სწორედ მიუვალ რეგიონებში, სადაც დროში შეიძლება წავაგოთ, თუ არ გვაქვს მაინდა-მაინც ეს ვერტფრენები და ან სანამ ეს მოხერხდება, თვითშეფასება რო შეეძლოს პაციენტს, თვით დახმარება რო შეეძლოს და ასევე თემზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, მართვა შემთხვევის, როდესაც თუნდაც ერთი ადამიანი მეტნაკლებად იქნება განსწავლული ამა თუ იმ გადაუდებელი და კრიტიკული სიტუაციების მართვაში და ადგილზე ოჯახის წევრის ან მეზობლის ან თვითონ ამ ადამიანის მიერ მოხდება შემთხვევის მართვა. ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, თემები დადეთ, სტრატეგია ფაქტობრივად დაგვანახეთ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, როგორ შეიძლება გეგმა გაიწეროს და მე ამას უკვე რა ინფრასტრუქტურა, რა რესურსი, რა კადრები დაჭირდება და როგორი შედეგები დაიდება, ეს უკვე გაგრძელების თემაა. უღრმესი მადლობა. მე მგონი შესანიშნავი მოდელირება გამოგვივიდა რატ. და დღევანდელი დღე არ მინდა ისე და შეხვედრა დავხუროთ, რომ თქვენ თუ რაიმე დაგჭათ სათქმელი და გსურთ მიმართოთ თქვენს თანატოლებს, სიამოვნებით მოგისმენთ და მადლობას მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ასეთი საინტერესო საუბრისათვის პირველ რიგში. რატი ხომ არაფერი გსურთ კიდევ? დასკვნის სახით, კი ბატონო. გავაკეთებ. პირველ რიგში მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ საკითხებზე საუბარი ისეთ სივრცეში, როგორც ეს არის. ჩემი აზრით და ერთი პატარა მიმართვა მინდა გავაკეთო. მინდა, არ ვიცი, ვინც ნახავს ამ გადაცემას, თუ ჩვენი ასაკის იქნება პირადად მიუმართო, თუ უფროსი თაობის იქნება მიუმართო, რომ მათ შვილებს მიაწვდინონ ეს რის თქვაც მინდა, ჩაერთეთ ისეთ პროგრამებში, როგორც არის თუნდაც ეს კაიროს მოდელირება და ძალიან თვალსაჩინო რეალური მაგალითი რო გითხრათ იმისა, თუ როგორი დადებითი მხარე შეუძლია მოიტანოს არის ის, რომ პირადად მე თავის დროზე ამ პროექტში რო არ ჩართულიყავი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე შევძლებდი ეს სატელევიზიო კამერაში ჩახედვას და ლაპარაკს. ოღონდ არ ვაზვიადებ. თუნდაც საჯარო გამოსვლები ჩემთვის იყო, აი მაგას მერჩივნდა, მიწა გამსკდომოდა. მაგრამ აი ამ პროექტში ჩართულობით და ესეთი პრაქტიკებით და შემდგომ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე უცხოელებთან კომუნიკაციით პირველ რიგში, ცხადია ბუნებრივია, რომ ეს საჯარო გამოსვლის უნარი მივიღე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე გაეროს მოდელირება მომცა არის ის, რომ დამარწმუნა, რომ ჩემ ხმას მნიშვნელობა აქვს. და არა მარტო იმ მოდელირებულ და სიმულაციის კონფერენციაზე, არამედ ცხოვრებაშიც და ეს რო განვაზოგადოთ, იქამდეც მივდივართ, რომ არა მარტო ჩემ ხმას აქვს მნიშვნელობა, არამედ ჩემი ქვეყნის ხმასაც მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად არ ვარ დიდი ქვეყანა, საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ბევრი რაღაცის დამტკიცება და თქმა შეგვიძლია და დიდი იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა ამის საშუალება, რომ ყველაფერს მივახციეთ.
სულ ეს იყო. დიდი მადლობა. დანიელ, თქვენ? დიახ, ასევე გამოეხმაურები რატის, რომ რატო არის მნიშვნელოვანი ასეთ პროექტებში ჩართვა. მithumet ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი არის თანატოლებთან კონტაქტი ამ შემთხვევაში და ყველაზე საინტერესო მაინც ინტერნაციონალური გამოცდილება იყო, რა თქმა უნდა. იმდენად საინტერესო ხალხს შევხვდი სხვადასხვა ქვეყნის აზრი რომ მოვისმინე საქართველოზე, ეს იყო ჩემთვის ცხოვრების შემცვლელი გამოცდილება, იმიტომ რომ ის როგორ აღიქვავს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ რა შეგვიძლია გამოვასწოროთ, რომ მან სხვანაირად აღიქვას და ის კი არ თქვას, რომ შტატი ხართ ამერიკაში? არა, შტატი არ ვართ ამერიკაში, ვართ ქვეყანა, ვართ ბევრად უფრო არა მარტო საუკუნოვანი ისტორიით, ანუ ძალიან კარგი და საინტერესო მომავლით. ოღონდ ეს არის ჩვენზე დამოკიდებული, თქვენზე დამოკიდებული, არა მარტო ახალ თაობაზე, დღევანდელ თაობაზე დამოკიდებული და ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველა იტყვის, რომ რა საინტერესოა, მეც მინდა ოდესმე ჩასვლა და ნახვა. ის კი არა, რომ უბრალოდ ნახოთ, არა. იქ ცხოვრება მინდა, იმდან საინტერესო და კარგი ჯანდაცვის სისტემა აქვს, რომ მინდა იქ იმ ქვეყნის მოქალაქეობა მქონდეს. ძალიან საინტერესო და სასურველი ნამდვილად მომავალია. ანი, რას დაამატებდით? დიახ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამე ითქვა უკვე აქ, მაგრამ ერთი ის მინდა დაამატო, რომ ძალიან ბევრი ხალხი არ უდგება ადამიანის ჯანმრთელობის საკითხს სერიოზულად, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. თუ ჩვენ ამ საკითხს არ მივუდგებით სერიოზულად და ყურადღებას არ გავამახვილებთ, მაშინ ვერ მივიღებთ შედეგსაც. და ამიტომ გთხოვთ, რომ გაითვალისწინეთ თქვენი და სხვის ჯანმრთელობა და მივუდგეთ ამ საკითხს სერიოზულად. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა საოცრად ნასიამოვნები ვარ დღევანდელი გადაცემით. მინდა რომ თითოეულ იმ სიტყვას, იმ იდეას, იმ მოსაზრებას, რომელსაც დღეს ჩვენ ხელი გამოვკარით, განვითარება მიეცეს და თქვენ უკვე ის თაობა ხართ, რომელიც მიჩვეული ხართ არა მხოლოდ საუბარს, არამედ საქმის კეთებას და მე მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ თუ რაიმე შეიცვლება ამ ქვეყანაში სასიკეთოდ და როგორც დანიელ შემბრძანე მომავალში თუ ვინმე ისურვებს და ინატრებს, რომ საქართველოში იცხოვროს, იმიტომ რომ აქ იმდენად ზღაპრული და სამოთხისებურად ნამდვილად ჯადოსნური სამყარო იქნება, ეს იქნება ნამდვილად თქვენი თაობის დამსახურება, შვილებო. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა იმ იმედის ჩასახვისთვის, რომელსაც თქვენ აღძრავთ თითოეული ჩვენთაგანის გულში, განსაკუთრებით იმ თაობის, რომელმაც ძალიან დიდი ომი გაჭირვება და იმედგაცრუება გამოიარა, დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას. ჰეი, ვინ მოდის მან მომავლიდან? თქვენ ჩემოკარგებო და თქვენი თანატოლები. თქვენი იმედი გვაქვს. დიდი მადლობა და ის რაც სიმულაციურ სფეროში მოხდა, მინდა რომ ნამდვილად მალე იქცეს დიდებულ, ლამაზ და წარმატებულ რეალობად. თქვენთან ერთად, თქვენთვის და თქვენ გამო. კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრა.